მოგესალმებით, მე ვარ ნიკა ხოფერია, ისტორიკოსი და დღეს მინდა რამდენიმე ძალიან საინტერესო წიგნზე გესაუბროთ, რომელსაც აი ამ წიგნის თაროებზე ავარჩევთ. პირველ რიგში დავიწყებ აი ამ ძალიან საინტერესო ნაშრომით, რომელიც ეკუთვნის ფრანგ მედიევალისტს, ანალების სკოლის ცნობილ წარმომადგენელს ჟაკ ლეგოფს. ჟაკ ლეგოფი არის ალბათ მედიევისტიკაში, ანუ შუა საუკუნეების კვლევებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტორი, ვინც კი ოდესმე ყოფილა. თანაც ის ეკუთვნის ისტორიკოსთა იმ ჯგუფს, რომელთაც მთლიანად შეცვალეს ისტორიაზე წარმოდგენა და შესაბამისად მე-20 საუკუნეში საფუძველი ჩაუყარეს ისტორიის განსხვავებული პერსპექტივით კვლევას. რას გულისხმობს განსხვავებული პერსპექტივით კვლევა? რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს როგორც მულტიდისციპლინარულ მიდგომას ისტორიისადმი, ასევე გულისხმობს ისტორიის ისეთი ნაწილებისთვის ყურადღების მიქცევას, რასაც თავის დროზე მაგალითად მე-19 საუკუნეში პოზიტივისტური ისტორიოგრაფია ყურადღებას არ აქცევდა. ეს არის სოციალური საკითხი, ეკონომიკური და ასე შემდეგ. ჟაკ ლეგოფი ავტორი არის ეს წიგნებისა, როგორც არის ფული შუა საუკუნეებში, მაგალითად ქალაქები შუა საუკუნეებში და მსგავსი. ხოლო აი ეს ევროპის დაბადება, ეს რეალურად არც იყო თავდაპირველად გათვლილი როგორც წიგნი. ეს იყო მისი ესე, რომელშიც ის საუბრობდა აი შუა საუკუნეებში როგორ ყალიბდება ის ევროპა, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ და ის გეოგრაფიული სივრცე, ის კულტურული და რელიგიური სივრცე, რომელიც დღეს არის, რა თქმა უნდა, ევროპის ქვეყნების სახით წარმოდგენილი. აი ამიტომაც ამ წიგნს როცა წაიკითხავთ, თქვენ გაეცნობით, როგორ დაიწყო რომის იმპერიის დაცემიდან და შემდგომში როგორ გრძელდებოდა აი ეს რაღაც განვითარების გზა, როგორ გაიარა ევროპის ქვეყნებმა ეს გზა და შესაბამისად როგორ ჩამოყალიბდა ის ევროპა, რომელიც დღეს ჩვენთვის არის ცნობილი. ცოტა ლიტერატურაზეც ვისაუბროთ, მხატვრულ ლიტერატურაზე, თუმცა არ ვიცი რამდენად ეთქმის უმბერტო ეკოს თლად მხატვრული ლიტერატურა. ეს არის უმბერტო ეკოს წიგნი პრაღის სასაფლაო, ერთ-ერთი საუკეთესო მისი ნაწარმოებებიდან, ალბათ იცით მისი ყველაზე ცნობილი რომანი ვარდის სახელი, რომელიც საკმაოდ ხანშესულმა დაწერა სხვათა შორის და ზოგადად გვიან დაიწყო წერა უმბერტო ეკომ, ვინაიდან ამ პერიოდის მანძილზე ის ალბათ აგროვებდა უზარმაზარ გამოცდილებასა და ცოდნას, რომელიც მის წიგნებში ძალიან კარგად იკითხება. ალბათ იშვიათია ნახოთ თანამედროვე ავტორი, ეგრეთ წოდებული პოსტმოდერნული ლიტერატურის ავტორი, რომელიც ამხელა ინფორმაციას ატევს თავის წიგნებში, როგორც ამას აკეთებდა უმბერტო ეკო. აღსანიშნავია, რომ ისიც პროფესიით იყო მედიევისტი, ანუ შუა საუკუნეების სპეციალისტი, ასე რომ ძალიან კარგად ჩანს ხოლმე ეს იმ დეტალებში, იმ ცოდნაში, რომელსაც ისავლენს თითოეული ესეთი წიგნის დაწერის დროს. რატომ მაინც და მაინც პრაღის სასაფლაო? პრაღის სასაფლაო, ჩემი აზრით, დღევანდელობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი. დღეს, როდესაც სამყაროში ისევ გაბატონებული არის კონსპირაციული თეორიები, შეთქმულების თეორიები, იმართება ფაქტობრივად სახელმწიფოები, როცა ანტისემიტიზმი ისევ არის წინაპლანზე გამოსული და აქტიურია ისევ ის დებულებები, ის თეორიები, რომლებიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა. შესაბამისად, თქვენ უნდა წაიკითხოთ ეს წიგნი, გაიგოთ და გაეცნოთ იმას, თუ რა ხდებოდა მე-19 საუკუნის ევროპაში და რა მიიყვანა სწორედ აი ამ კონსპირაციული თეორიების წარმოშობამ შემდგომში მე-20 საუკუნის ევროპა და შესაბამისად რა გავლენა მოახდინა თანამედროვე მსოფლიოზე. აი ამისთვის თქვენ უნდა წაიკითხოთ აუცილებლად პრაღის სასაფლაო. ახლა ჩვენ გვინდა აი ეს კიდევ ერთი განსხვავებული ჟანრის წიგნი არის, ისტორიას ეხება პრინციპში, მაგრამ ცოტა სხვა კუთხით. ეს არის კარლ სეიგანის შესანიშნავი წიგნი, კოსმოსი, სამყაროს სიცოცხლისა და ცივილიზაციის ევოლუცია. კარლ სეიგანი დეტალურად მოგვითხრობს ადამიანის წარმოდგენებს კოსმოსის შესახებ, როგორ იცვლებოდა ის ანტიკური ხანიდან თანამედროვეობამდე, როდის რა მიღწევები ჰქონდა კაცობრიობას კოსმოსის შესწავლის მხრივ, როგორ გამოიცნეს თავის ძოზე მთვარე, როგორ მიაღწიეს იქამდე, შემდგომში როგორ მოხდა მარსზე პირველი როვერების გაგზავნა, რა ინფორმაციას იტევს ეს ყველაფერი, რამდენად დიდია კოსმოსი, როგორ ფუნქციონირებს ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, ეს ისეთი წიგნია, რომელიც არა მარტო ამ შემთხვევაში ამ სფეროს სპეციალისტებმა უნდა წაიკითხონ და იმ ადამიანებმა უბრალოდ რომელთაც კოსმოსი აინტერესებთ, არამედ ისტორიკოსებიც კარგად უნდა იცნობდნენ, ვინაიდან ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, როგორი აღქმა არსებობდა აი ამ ყველაფრისა, როგორც წარსულში, ისე შემდგომში უკვე თანამედროვეობაში, მოდერნულ ეპოქაში, რა ცვლილებებს გადის ეს ყველაფერი და რამდენად შეუძლია დიდი ზეგავლენა მოახდინოს თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაზე. აი ამისთვის თქვენ უნდა წაიკითხოთ კარლ სეიგანის კოსმოსი.
აქ გვაქვს კიდევ ერთი სამეცნიერო წიგნი, როგორც ხედავთ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძირითადად ასეთ ლიტერატურას ვანიჭებ უპირატესობას. ეს არის ხოთაშორის საკმაოდ ახლად გამოცემული წიგნი. ეს არის ცნობილი ქართველი ანტიკოსის რისმა გორდეზიანისა და გიორგი უგულავას რომაული ცივილიზაცია. ალბათ ბევრმა იცის ბატონ რისმა გორდეზიანის წიგნი ბერძნული ცივილიზაცია, ძველი ბერძნული ცივილიზაცია, რომელიც ჯერ კიდევ მე მაგალითად ჩემ ბავშვობიდან ერთ-ერთი შემსაყვარელი წიგნი იყო ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებდა ანტიკური ისტორია და ზოგადად ბერძნულ-რომაული კულტურა. ხოლო აი ბოლო წლებში ბატონო რისმაგმა მოახერხა აი ამ წიგნის დასრულება გიორგი უგულავასთან ერთად, რომელსაც ეწოდება ამ წიგნს ეწოდება რომაული ცივილიზაცია. თუ იმ წიგნაწიგში ამ შემთხვევაში ეხებოდა ბერძნებს, ამჯერად ეხება რომაელებს. აჩვენებს როგორ არის ამ შემთხვევაში შერწყმული მთელი ანტიკურობის მიღწევები აი ამ ერთ დიდ ცივილიზაციაში, რომელსაც ეწოდება რომაული ცივილიზაცია, რამდენად მნიშვნელოვანია მისი მიღწევები, როგორ აერთიანებს ის როგორც ბერძნების, ისე ხმელთაშუა ზღვისპირეთის თითქმის ყველა მანამდე არსებული ცივილიზაციების სხვადასხვა ტექნოლოგიური იქნება ეს თუ სხვა მიმართულებით მიღწევებს და საბოლოო ჯამში როგორ დაუდო საფუძველი რომაულმა სამყარომ იმ ევროპას და იმ თანამედროვე სამყაროს, რომელიც ჩვენთვის დღეს არის ცნობილი. აი ამისთვის თქვენ უნდა წაიკითხოთ აუცილებლად რომაული ცივილიზაცია, რომელიც არის ალბათ საქართველოში რომის შესახებ დაწერილი ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი, რაც კი ოდესმე დაწერილა. ამიტომაც მე ნამდვილად უწევ რეკომენდაციას აი ამ წიგნსაც. ზოგადად 21 საუკუნეში, განსაკუთრებით ჩვენ დროში, წიგნების კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია. ვინაიდან ბოლო წლების მანძილზე, რა თქმა უნდა, ბევრი რამე შეიცვალა, მათ შორის ტექნოლოგიური თვალსაზრისით, მათ შორის ინფორმაციის გავრცელების სხვა გზები გაჩნდა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი აზრით, წიგნს ვერაფერი ვერ შეცვლის მაინც. წიგნი გაძლევს ისეთ ცოდნას, ისეთ ღრმა აღქმას, ამა თუ იმ მოვლენისა, ამა თუ იმ თემისა, რომელსაც ვერაზოს ვერ მოგცემთ უბრალოდ ინტერნეტში მოძებნად. ამიტომ დამჯერეთ, წაიკითხეთ წიგნები, რათა გქონდეთ უფრო ვრცელი, უფრო კარგი წარმოდგენა სამყაროზე და უფრო რეალისტურად შეხედოთ ყველაფერს, ისტორიულ მოვლენები იქნება ეს თუ თანამედროვეობა.